ბატონო დავით. დაფაო. დღეს სერიოზული და დაკავებული სტუმარი ყავს, სანაც მას რასად როდისში შეკითხების მოწესრიგების დიდი გამოცდილება აქვს. ხომ არ გვეთამაშა სტუმართან ერთად ეს რაუნდი? მაშინ გავაჩეროთ ზრიალა. სექტორის სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი კლუბის თავგადაკლული ხომაგი, მოაზროვნეთა ამაგდარი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ბატონ ბუბა. გაიხსენეთ. სიღრმის წლები გაიხსენეთ ბატონ ბუბა, როდესაც თქვენ როგორც ჟურნალ არტანუჯის წარმომადგენელი უამრავ შეკითხვას აძლევთ ხოლმე მოაზროვნებს. რომელი წლები იყო ეს? იმახსოვს. 90-იან წლების მეორე ნახევარი. 95, 96, 97 და საკმაოდ უჭირდათ სხვათა შორის მათ იმ შეკითხვებზე პასუხი. თავდაპირველად, მაგრამ მე ალღო აუღეს. აი, ამხელა პაუზის შემდეგ იმედია თქვენ კვლავ ძლიერ საავტორო ფორმაში ხართ ბატონო ბუბა. რა მოგვიმზადეთ? მოგიმზადეთ კითხვა ჩემი დღევანდელი სამუშაო ადგილის და შესაბამისად. კითხვა ეხება ქართულ ხელნაწერს. ურადღება ბუბა კუდავას შეკითხვა. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში რუსმა მეცნიერმა უსპენსკიმ პალესტინიდან, საბაწმინდის ლავრიდან წამოიღო ერთი მცირე ზომის ხელნაწერი, რომელიც ეთიოპურ ხელნაწერად მიიჩნია. გავიდა ხანი და 80-იან წლებში ალექსანდრე ცაგარელმა დაადგინა, რომ ეს სულაც არ ყოფილა ეთიოპური, ყოფილა ქართული ხელნაწერი, საგალობელთა კრებული, რომელსაც იადგარს უწოდებთ და იგი სავარაუდოდ მე-19 საუკუნეებით თარიღდება. დღეს ეს ხელნაწერი ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული და მას მეცნიერები ჭილეტრატის იადგარს უწოდებენ. ასე უწოდებენ იმიტომ, რომ ეს იადგარი შექმნილია ორ მასალაზე. ნაწილობრივ ნაწერია ჭილზე, ანუ პაპირუსზე და ნაწილობრივ ეტრატზე, ანუ პერგამენტზე. ყურადღება კითხვა. რატომ გადაწყვიტეს ხელნაწერის შემქმნელებმა ამ ორი მასალის გამოყენება ერთდროულად? დრო. ერთზე ნოტები ხო არ არის და მეორეზე ის ხო არ არის საგმობის ტექსტი. ერთდროულად რო რას ნიშნავს? დუბლირება მოხდა, რატომ? ნოტები და ტექსტი. რომ ერთი რო ტექსტი ხო არ არის. ბავშვად ერთი რო დაიკარგო. რო გაფუჭდეს ერთი, მეორე არ გაფუჭდება. ახლა ნაწილი იყო იმაზე დაწერილი და ნაწილი იმაზე თუ ორმაგი იყო. ნაწილი იყო იმაზე, ნაწილი. თავარია რატომ? რაცაც შენახვის მიზნი. არა, ნაწილი იყო. ორ მასალაზე იყო გამოყენებაცა. რატო გადაწყვეტეს? ნაწილი იყო. ნაწილი. რატომ რისგან კეთდება? მაშინდელი ნოტები იყო ისეთი, რომ გამოსახებოდა მარტო რომელიღაც ერთ მასალაზე, იქნებ რაღაც ნახოტები იყო, რაღაც ესე გამოსახებოდა. არ ვიცი, შეიძლება არ იყო. აბა საგალობელი ტექსტი გამოსახებოდა. დამატება ხო არ იყო რამე ან რაღაც. ტექსტი ხო ერთებოდა მარტო. პაპირუსი ახარა, იმ დროს და მე-19 საუკუნეებში გააკეთეს ეს ორივე ერთდროულად. ერთი აფრიკის მეორე აზიის იყო. ანუ იწერებოდა ერთი ალბათ ეს რაღაც ნიშნები და მეორეზე აეწერებოდა სხვა ლოგიკა შეიძლება. ნოტები და ისა? ხო რა, რატო, აბა რა. ყველა ორეში ნოტები ხო ყოფილიყო საგალობელში, თუ არა? რა ნოტები იყო? უბრალოდ ტექსტი იქნება რა. ალბათ უფრო ის იყო. მე-19 შეადგა. არ ვიცი, რაღაც პირველ ყოფილი ნოტები. დრო ამოიწურა ბატონ დავით. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ბატონ დავით? დახმარება ხო არა ვიყოთ. არ ვიცი, იფიქრეთ ბატონ დავით, იფიქრეთ. შეიძლება მე-19 საუკუნეში ნოტები იყო. ქალბატონო ია. მოდით ბატონ დავით, უპასუხეთ, ვინ უპასუხებს? ლექსო მაჭოვარი. ლექსო მაჭოვარი, ბატონ ლექსო. ეხლა დაგიგდებენ პროცენტს სწორი პასუხების. ხო, ალბათ ამიგდებენ, ანუ შეიძლება ნოტები არ არსებობდა, მაგრამ ნოტების მსგავსი რაღაც ნიშნები შეიძლება არსებობდა იმ პერიოდში და დაუშვათ განიშნებ, ბატონ ლექსო. არ ვიცი. აი ეს ნიშნები რო არსებობდეს თან ქართულ ხელნაწერებში ჩვენი ეროვნულში, ხო გვეცოდინებოდა ხარ? იქნებჯერ არ გაგუშიფრია ბატონო წამყვანო. ანუ ნუ ყველა ვარიანტში სხვა ვერსია არა გვაქვს. ერთზე იყო დაუშვათ საგალობლის ტექსტი და მეორეზე იყო რაღაც საავტორო ნიშნების მსგავსი ნიშნები. ანუ რა იყო პაპირუსზე, რა იყო პერგამენტი?
ეს კითხვის ნაწილია, რომელზეა იყო. ხო, მაინტერესებს რომ ჩაგეძიოთ. ნუ დავუშვოთ, პერგამენტზე იყო ტექსტი და პაპირუსზე იყო საავტენტიშნები ან პირიქით. ანუ ერთი იყო CD და მეორე იყო რაც მას მოყვება ტექსტობრივად, ხო? ნუ ეს თქვენი ვერსია. მიღებულია. ქალბატონო ია. დიახ. ხო ზუსტად დანამდვილებთან ცნობილი ნოტები ვინ მოიგონა და როდის იტალიაში? კი ეს მერე იყო. აშკარად, ხო? და წუთის განმავლობაში თქვენ შეგეძლოთ ამის შესახებ გუნდისთვის გეტყვით. ყურადღება ბუბა კუდავას პასუხი. ვფიქრობ, პასუხი ძალიან მარტივია. პაპირუსი, ანუ ჭილი, იყო ძალიან იაფი, გაცილებით იაფი, ვიდრე ტყავი, პერგამენტი, ეტრატი. ამიტომ გამოიყენეს პაპირუსი, მაგრამ ხელნაწერს მთლიანად პაპირუსზე ვერ გადაწერდნენ, ვინაიდან შეიქმნებოდა მისი აკინძვის პრობლემა და ხელნაწერი დაიშლებოდა. ამიტომ ის ფურცლები, რომლის მეშვეობითაც ხელნაწერი იკინძებოდა, დამზადდა ტყავისაგან. ანუ ნოტები არ არის სწორი, არა ბატონო ბუბა? მოკლედ შემქმნელებმა თანხები დასოგეს, ხო? მოკლედ რო ვთქვა. ხოლო ჩვენ დავზოგოთ დრო და გამოვაცხოთ ანგარიში 1-3 ტელემაყურებლების სასარგებლოდ. დიდი მადლობა. აი ეს არის სხვაჩოის ჭილეტრატი ქართული იადგარი, ჭილეტრატის იადგარი, ეხლა ჩვენ წინაშეა. ნაწილი არის როგორც ხედავთ პერგამენტზე, მეორე ნაწილი პაპირუსზე და აი ესე ეკონომიურად მე-9 საუკუნეში ქართველებმა შეადგინეს ეს იადგარი. 1-3 ანგარიში რეკლამა რუსთაველს.